სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ დავიწყეთ 38 ნაწილი, რომელიც ჩაწერილი იქნა 1990 წლის 25 მარტს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში. შემდეგ კითხვა ძალიან პრაქტიკულია, ერთ-ერთი ალბათ საუკეთესო კითხვათაგანია. შეიძლება კითხვა იმდენი კიდე არ არის ესეთი დატვირთული, როგორც პასუხი არის. და კიდევ ერთხელ ვწმუნდები მე იმაში, რომ ახალი აღთქმა, განსაკუთრებით წერილები, არა მარტო პავლესი, ყველა წერილი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ თუ რამეზე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და მედიტაცია და კონცენტრაცია გავაკეთოთ და შევისწავლოთ, ის არის რაც სულიწმინდამ დაგვიტოვა უკვე ჩვენ მოციქულთა საქმეების შემდეგ ამ წერილების სახით. აი აქ არის ქრისტიანი მუდამ რომ უნდა ტრიალებდეს. ძალიან ადვილია უკვე დამახსოვრება ჩემთვის რა ხდებოდა ძველ აღთქმაში, უბრალოდ თავში უნდა გქონდეთ ეს, მით უმეტეს პირველი 3 თავი, პირველი 12 თავი ძველი აღთქმის, შემდეგ მეფეთა წიგნები, ყველაფერი აბსოლუტურად და ესენი გამახსოვრდება და შიგადაშიგ გავიხსენებთ ხოლმე, მაგრამ აი ეს ახალი აღთქმის ეს დოქტრინა, სადაც არის ხსნის დოქტრინა, განწმენდის დოქტრინა, რომ ჩვენ კარგად ვიცოდეთ და არ აგვერიოს და არ გზიდან არ გადაგვიყვანოს ვინმე, როცა რაღაცა პრობლემებს ვაწყდებით. აი ესეც ახლა პიროვნება, რო წაიგითხა, შეიძლება ამაზე არასწორად ააშენო შენი მთელი რწმენა და უცებ მერე დარტყმა მიიღო და არასწორად იქნეს გაგებული და აი აქ როცა შენ გამოცდილი ქრისტიანი დაგილაგებს ამას პარალელებით ისეთი სიმშვიდე და ისეთი სიწყნარე შემოდის, მეტი არ შეიძლება რა. განსაკუთრებით აი როგორ ხდება, როცა ადამიანი დაიწყებს ქრისტიანობას და მერე მას მოსდის შეცდომები, გესმით? და ეს არის ძალიან აქტუალური თემა. ჩემთვისაც ბევრს დაუსვია, მეც ვუტრიალებდი ამ პრობლემებს და ეს რწმენაში ხევს და კითხვის ნიშნულს აყენებ შენ. არ გადარჩენილი, არა ვარ გადარჩენილი, რა მომივა წარსული საქმეების, წარსული შეცდომების გამო, რომელიც მერეც დაუში რწმენის შემდეგ. აი ეს კითხვები ძალიან აქტუალურია, ძალიან ტრიალებს და როცა შენ სწორად არა გაქვს ეს კარგად გაგებული ახალი აღთქმა, რომ მოусმინოთ ახლა მართლმადიდებლურ დოქტრინას, აი მე მესმის საიდან წამოვიდა ეგ არასწორი რაღაცა საზვერეები და მარხულობები და მე ადამიანი როცა ამას იმაშება, ეს მელაპარაკა კათოლიკმა პოლონელმა ჩემმა თანამშრომელმა და ეს არის ირლანდიელებს ძალიან აქ თქვია კათოლიკური სინდისის ქეჯნა დავარქვათ ამას. ესე იგი ყოველთვის ის შეგრძნება, რომ შენ მიტევებული არ ახარ. იმიტომ რომ გზადაგზას შეცდომებს უშვებ და ამ შეცდომებს უმატებ შეცდომებს. მიდიხარ ინანიე მღვდელთან და არ გამოდიხარ კმაყოფილი, გესმით? შეიძლება ცოტა ხანია, როგორც მარტინ ლუთერს ჭირდა ესა და ყველა წვრილმაზე გინდა რომ მოინანიო. ყველა წვრილმაზე და მიხვიდე იმასთან, მღვდელი იქნება თუ პასტორი. და სულ ესე დადიხარ, ეგ უშინაც იყო ძალიან კაი საუბარი, რასაც მოვისმინე. მე კი ადრე გავიდი, მაგრამ რომ ადამიანები ამ რეალობიდან, ეკლესიის რეალობიდან გარეთ რო გამოდიან, დარტყმას იღებენ სეკულარული ცხოვრებისაგან. და ეს მერე მათზე ძალიან ძლიერად მოქმედებს და დაბნეულები არიან. გესმით? იმიტომ რომ სეკულარულ ცხოვრებას უნდა ჩაეწერო, უნდა იცხოვრო, ხო? გაართვა თავი ადამიანებთან, კანონებთან, სახელმწიფოსთან, დამქირავებელთან, ყველაფერთან. და როცა შენ ამას აწყდები და იქ არ არის ქრისტიანობა, ეს უკვე გახლეჩილობა მოგდის, ჯანყდები და შეიძლება ვიღაცაც შემოგაგდეს, აბა რა გააკეთეს მუსლიმანებმა? რას ეკეთებენ მუსლიმანები? რატო იფეთქებენ თავს? რატო კლავენ სხვებსაც? გისმით? ეგენი ვერ ალაგებენ გარეთ რაც ხდება და ყველას ესე ცოდვილებად უყურებენ. და ქრისტიანობა კიდე გვარიგებს იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გარეთ არა გვაქვს უფლება რომ ვინმე განვიკითხოთ და ყველანაირად ასევე ჩვენი თავიც განვიკითხოთ, თუ რამე შეცდომას დაუშვებთ მათთან მიმართებაში და წაგვეცხება რაღაცა, ხო წაგვეცხება, ჭუჭყი იქნება ან რაღაცა ტალახი, როცა გარეთ გავდივარ და ამას ჩამორეცხვა უნდა. და ზუსტად აი ეს ღმერთის სიტყვა აკეთებს ამას და გვრეცხავს ჩვენ ყოველდღიურად. ამიტომ საჭიროა ყოველდღიურად ამასთან ურთიერთობა, რომ ჩვენი რწმენა არ შემოგვივიდეს და გავიწმინდოთ. ისევ ორიენტაცია გავაგრძელოთ და გარეთ ნელ-ნელა უკვე გავასხივებთ ამას ჩვენ. და თუ ვინმე შეიცვლება, თუ არა და ჩვენ არანაირად არ დავზარალდებით. როგორც მზის ხივი შევა საპერფრაშო ოთახში, მიანათებს, გამოვა და ის არ იქნება, რა ქვია, დაბინძურებული, ხომ? აი ესე იქნება ქრისტიანიც, როცა ცოდვილ სამყაროში შედის და გამოდის და არანაირად დამძიმებული არ იქნება. არანაირადაც ის ძალიან
იმითი არ განიცდის ძალიან ახლა იმითი, რომ მისი რწმენა შეფერხდეს, ან მისი ცხოვრება შეფერხდეს, რომ ირგვლივ ადამიანები იღუპებიან და ცოდვა იმაშობა ბოგინობს ესე სამყაროში, ხო? აი მოდით მოусმინოთ რეიგანია, მე მგონი, რეიგანი, ჯონ მაკარტური ეტყობა იცნობს, იმიტომ თვითონ მიესალმება ამას და მე ესე დავასათაურე, რას ნიშნავს ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს. თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლისაგან, ეს არის 1 კორინთელთა მე-3 თავიდან და ჩვენ ამ ნაწილს და სხვადასხვა ბევრ ნაწილებსაც მე წავიკითხავ, იმიტომ რომ ძალიან აქტუალურია. ბატონი ჯონის ერთი მუხლი მოყავს, ორი მუხლი მოყავს, იმიტომ რომ ადამიანები აქ უკვე ბევრი იცნობენ ამ თემებს, ამ ადგილებს, ჩვენ კი ქართველი მსმენელები ნაკლებად ვართ ამაში გათვითცნობილი და მე მოვიყვან მთლიანად. ერთ თავს ისეთი ოქრო თავია, რომ მთლიანად უნდა წავიკითხო. ასევე სხვა ადგილებსაც უფრო ფართედ მოგაწვდით მე ვიდრე აქ არის გადმოცემული. კი, რეგან, მოგესალმები, გისმენ. ჩემი კითხვა მოდის 1 კორინთელთა წერილის მე-3 თავიდან, სადაც პავლე საუბრობს ქრისტეს ბემას ტახტის წინაშე წარმოთქმულ განაჩენზე. მე-15 მუხლში კი ის მოგვითხრობს ქრისტიანზე, რომელიც საქმეც დაიწვება, დაზარალდება, მაგრამ თავად გადარჩება, მაგრამ ისე, როგორც ცეცხლისაგან. მომიყვები ჯონ ცოტას ამ ქრისტიანის შესახებ, თუ როგორ ჯდება იგი იესო ქრისტეს ჩვენზე უფლობა ბატონობის დოქტრინას ხსნის გეგმაში. და მე დავიწყებ ამ ადგილის საკითხვას. 1 კორინთელთა მე-3 თავი. პავლე იწყებს, ხოლო მე არ შემეძლო ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერებთან, არამედ როგორც ხორციელებთან, როგორც ჩვილებთან ქრისტეში. ნახეთ, ესე იგი, ქრისტიანებს გვეხება ეს, ოღონდ ქრისტიანები, რომლებიც არიან ესეთი ჩვილი ქრისტიანები. რძეს გაძლევდით სასმელად და არა საჭმელს, რადგან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის მიღება და არც ახლა ძალგიცთ. იმიტომ რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, რადგან თუ დღემდე შური და დავაა თქვენ შორის, განა ხორციელი არ ახარ და ადამიანთა ჩვეულისამებრ არ იქცევით? რადგან როცა ერთი ამბობს, მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე მე აპოლოსი ვარ, განა ხორციელი არ ახართ? ვინ არის პავლე? ვინ არის აპოლო? მხოლოდ სახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც უფალმა მისცა თითოეულს. მე დავრგე, აპოლო მორწყო, მაგრამ ღმერთმა გაზარდა. მორწყო ალბათ მორწყა უნდა იყოს, ხო? ესე არის ამ თარგმანში ყოველ შემთხვევაში. ამიტომ არც დამრგველია რაიმე და არც მომწყველი, არამედ გამზრდელი ღმერთი. დამრგველი და მომწყველი ერთი არიან, თუმცა თითოეული თავის შრომისამებრ მიიღებს თავის საზღაურს, ვინაიდან ჩვენ ღმერთის თანამშრომლები ვართ. თქვენ კი ღმერთის ყანა და ღმერთის შენობა. მე ღმერთის მიერ ჩემთვის ბოძებული მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დაუდე, ხოლო სხვა აშენებს მასზე, მაგრამ თითოეულმა უყუროს, როგორ აშენებს, რადგან არავის ძალუც სხვა საძირკველი ჩაღაროს, გარდა იმისა, რაც დადებულია, რომელიც არის იესო ქრისტე. და ვირას აშენებს ამ საძირკველზე, ოქროს, ვერცხლს, პატიოსანქვებს, ხეს, ნამჯას, თივას, თითოეული საქმე გამომშღავდება, ვინაიდან დღე გამოაჩენს, რადგან ის ცეცხლით ცხადდება, თვითონ ცეცხლი გამოცდის თითოეული ადამიანის საქმეს. ვისი აშენებული საქმეც გაძლებს, ის მიიღებს საზღაურს, ვისი საქმეც დაიწვება, ის იზარალებს, თვითონ კი გადარჩება, მაგრამ როგორც ცეცხლისაგან. აი ამ კითხვას ასვავს, რას ნიშნავს ეს აქ რაც არის მოწოდებულიო, რეგანი. და ჩვენ მაკარტური პასუხობს, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის, როდესაც ადამიანი გადარჩება, მასში ხდება სრული ტრანსფორმაცია. საიდან ვიცი ეს? ეს არის აღწერილი გალატელების წერილში, მეორე თავის მე-20 მუხლში. მე ჯვარს მაცვეს ქრისტესთან ერთად. ხო მართალია? და მე წავიკითხავ მე-17 მუხლიდან 21 ჩათვლით. ხოლო თუ ქრისტეში გამართლების მძებნელი, ცოდვილი აღმოჩნდით, განა ქრისტე ცოდვის სახურია? არამც და არამც, ვინაიდან თუ კლავ იმას ვაშენებ, რაც დავანგრიე, ამით დამნაშავედ ხვდი ჩემს თავს. მე რჯულის მეშვეობით მოკვდი რჯულისათვის, რათა ღვთისათვის ვიცოცხლო. ქრისტესთან ერთად ვარ ჯვარცმული. მე უკვე აღარ ცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცხოვრობ, რწმენით ცოცხლობ ღვთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი მისცა ჩემთვის. ახლა უგულებყოფ ღვთისმაც, ვინაიდან მოდიში არ ვუგულებყოფ ღვთისმაც, ვინაიდან თუ რჯულითაა გამართლება, აბა ამაოდ მომკვდარა ქრისტე. ჩვენ მაკარტური აგძელეს, როცა აქ ჩვენ ხალხს ნათლავთ ეკლესიაში და ისინი წყალში
ჩაყურყუმალდებიან და ჩაიძირებიან. რისი სიმბოლოა ეს? რისი? სიკვდილის. როცა ჯვარს გვაცვამენ, რა ხდება მაშინ? ჩვენ კვდებით. და რეგანიც ეთანხმება ჯონს. დიახ, ეს მართალია. ესე იგი, შენ კვდები, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს, ეს ჩვენ გადავრჩებით, მაგრამ ჯერ კვდებით. გახსოვთ ხომ, როგორც მე-20 მუხლში დაგიკითხეთ. მე მაინც ჯვარს მაცვეს ქრისტესთან ერთად. რა მოხდა? ამის შემდეგ მე აღვდგები და ვცხოვრობ. და რას ვეძახით ჩვენ ამას? აღდგომას. ჩვენ მასთან ერთად დავიმარხეთ ნათლობისას და ჩვენ აღვდგებით მასთან ერთად, რათა ვიაროთ ახალ სიცოცხლეში. ასე რომ ხსნა არის ძველი სიკვდილი და ახალის აღდგომა. და როგორც არნიმ თქვა ადრე, თუ ვინმე ქრისტეშია, ის ახალი ქმნილებაა. ახლა რა ახასიათებს ამ ახალ ქმნილებას? უპირველეს ყოვლისა, იმ ახალ ქმნილებას ახასიათებს ახალი სიყვარული. შენ გიყვარს ღმერთი, შენ გიყვარს ქრისტე. და თუ ვინმეს არ უყვარს ქრისტე, მას უკვე ანათემა აქვს გამოტანილი, ასე ამბობს სულიწმინდა პავლეს მიერ. მაშასადამე ხსნის მახასიათებელია, რომ შენ გიყვარდება ქრისტე. რათალია შენ არ გიყვარს ჯერ ისე, როგორც უნდა გიყვარდეს სრულიად, მაგრამ პირველ ეტაპზე გიყვარს ისე, როგორც შენ ეს გესმის და როგორც იცნობ მას. ხომ ასეა? მეორე, თქვენ გძულთ ცოდვა. ასევე პირველ ეტაპზე თქვენ არ გძულთ ცოდვა ისე, როგორც უნდა გძულდეთ, მაგრამ მაინც გძულთ. მესამე, თქვენ გსურთ რომ დაემორჩილოთ იესოს. ასე რომ ახალი ცხოვრების მახასიათებლებია ქრისტესა და ღმერთის სიყვარული, ცოდვის სიძულვილი და მორჩილების სურვილი. ახლა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ყოველთვის გვიყვარს ისე, როგორც უნდა გვიყვარდეს და გძულს ცოდვა ისე, როგორც ჩვენ უნდა ყოველთვის გძულდეთ და ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ? რა თქმა უნდა, არა. პირველ ეტაპზე ჩვენ ვერავართ ესე ძლიერები. და ასეთებს მიმართავს პავლე ზუსტად, ხორციელებსაც უწოდებს, ჩვილებსაც უწოდებს, რომ მათ რძე უნდა დალიონ ჯერ კიდევ. ჭეშმარიტება ის არის, რომ ჩვენი ცხოვრება ბევრი რამით ჯერ კიდევ სავსეა, რაც ჩვენ ჯილდოებს ვერ მოგვიტანს და ღმერთი არ მოიწონებს მათ. ზოგიერთი რამე მოგვიტანს დასჯას, ზოგიერთი რამ უბრალოდ ნეიტრალურია. არც კარგია, არც ბოროტი ისეთი. ისინი არ არიან მორალურები, უზნეო ნივთები. ისინი უბრალოდ ისეთი ნივთებია, რომლებიც უსარგებლოა სულიერების სფეროში და რომლებიც ცეცხლში უნდა დაიწვეს. მაგრამ ეს არანაირად არ არის ისეთი რამ, რის გამოც ჩვენ გავსამართლდებით ან დავისჯებით. და როდესაც საქმე მიდგება ჩვენთვის ჯილდოების გადმოცემაზე და ბემას ტახტი ეს ნიშნავს, ამას ნიშნავს, ჩვენ ადრეც ვილაპარაკეთ ამაზე. ეს არ არის თეთრი დიდი ტახტი, ეს არის ბემას ჯილდოების სამშაურო. და ის ჩვენი საქციელები იქ გათვალისწინებულია. ასე რომ მე მჯერა, როცა თქვენ ახალი ქმნილება ხართ, თქვენი რწმენა იღვიძებს, თქვენი სიყვარული მუშაობს, თქვენი იმედი გაძლებს, თქვენი იქნებით განსხვავებული, გექნებათ სხვადასხვა სურვილები, განსხვავებული რტოლვები, რაც ადრე ქონდათ მიწიერისგან, განსხვავებული მიზნები, რაც ადრე ამ წუთის სოფლის მიზნებთან იქნება განსხვავებული. ასევე გექნებათ სხვადასხვა მისწრაფებები, მაგრამ თქვენ მაინც გექნებათ თქვენ ცხოვრებაში ორი რამ: ცოდვა, იმიტომ რომ ჩვენ სხეულში ვრჩებით და სულიერი ნიჭების ფლანგვა. ვერ მოვიხმართ იმას, რაც ღმერთმა გვაჩუქა. და ის იქნება უსარგებლო ჩვენი რაღაცა საგნები, რომლითაც ჩვენ დაკავებულები ვიქნებით. მეორე კორინთელთა წელის მეხუთე თავში, მეათე მუხლში, ის ამას ფაულოს უწოდებს, უსარგებლო, როცა ქრისტეს ბემას სამჯავროსკენ მივდივარ ჩვენ. და მე წავიკითხავ ამას მთლიანად თქვენი ნებართვით, იმიტომ რომ აზრი რომ კარგად ჩაჯდეს. და ამიტომაც არის კიდევ ვიმეორებ წერილები როგორი მნიშვნელოვანი. ესე იწყებს მეხუთე თავს პავლე. რადგან ვიცით, რომ როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი, კარავი, ღვთისგან გვაქვს შენობა ზეცაში,
ხელთუქმნელი სახლი საუკუნო. ამიტომაც ვოხრავთ და ვნატრობთ ჩვენი ზეციური სახლით შემოსვას. მისი შემოსვლით კი შიშვლები აღარ აღმოჩნდებით, რადგან ვიდრე ამ კარავში ვიმყოფებით, ტვირთქვეშ ვართ და ვოხრავთ, ვინაიდან გახდა კი არ გვსურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქა სიცოცხლით. სწორედ ამისათვის შექმნა ღმერთმა და სული მოგცა საწინდრად. ამიტომ ვართ ყოველთვის მხნედ და ვიცით, რომ სანამ სხეულში ვართ, დამკვიდრებული, განშორებული ვართ უფლისაგან. ვინაიდან რწმენი დავდივართ და არა ხილვით. თუმცა მხნედ ვართ და გვირჩევნია გამშორდეთ სხეულს, რათა უფალთან დავბინავდეთ. ამიტომ ვცდილობთ კიდეც, აქ ვიქნებით თუ იქ, მისთვის სასურველი ვიყოთ. ვინაიდან ჩვენ ყველანი უნდა გამოცხადეთ ქრისტეს სამჟავროს წინაშე, აი ეს არის ბემას სამჟავრო. რათა თითოეულმა მიიღოს ჯილდოების სამჟავრო, თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით, რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა კეთილს თუ ბოროტს. და რა კი უფლის შიში ვიცით, ადამიანებს შევაგონოთ, ჩვენ კი განცხადებული ვართ ღმერთისათვის და ვიმედოვნებ, რომ თქვენი სინდისისათვისაც ვართ განცხადებული. ხელახლა კი არ წარმოგიდგენ თავს, არამედ იმის საბაბს გაძლევთ, რომ ჩვენით იკვეხნიდეთ, რათა სათქმელი გქონდეთ მათთვის, ვინც გარეგანით იკვეხნის და არა შინაგანით. ვინაიდან თუ უგნური ვართ ღვთისათვის, ხოლო თუ გონიერი თქვენთვის, რადგან ქრისტეს სიყვარულით ვართ გარემოცული, როცა ასე მსჯელობთ. თუ ერთი მოკვდა ყველასათვის, ყველანი დაიხოცნენ. ქრისტე კი ყველასათვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისათვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა. ამიტომ ამიერიდან აღარავის ვიცნობთ ხორციელად. თუ ხორციელად ვიცნობდით კიდეც ქრისტეს, ახლა აღარ ვიცნობთ. მაშასადამ ის, ვინც ქრისტეშია, ახალი ქმნილებაა. ძველმა განლო და ახალი ყოველივე ახალია. ყოველივე ღვთისგან არის, რომელმაც იესო ქრისტეს მეშვეობით შეგვირიგა და მოგცა შერიგების სახურება. იმიტომ რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყნიერება, არ ჩაუთვალა მათი დანაშაულებანი და მოგცა შერიგების სიტყვა. ამგვარად ჩვენ ქრისტეს ელჩები ვართ და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ, ჩვენი მეშვეობით ქრისტეს სახელით გთხოვთ, შეურიგდით ღმერთს. ვინც ცოდვა არ იცოდა, ის გახდა ცოდვა ჩვენ გამო, რათა ჩვენ გავხდეთ ღმერთის სიმართლე მასში. ხედავთ? იქ ცოდვა უნდა განიხილებოდეს, როცა წავდგები ჩვენ ბემას სამჟავროს წინაშე? აკეთებს ის ამას, რომ ჩვენ ცოდვებს გთხოვოს? არა, არანაირად არა. რატომ? იმიტომ რომ შენი ცოდვები უკვე განხილული იქნა. სად? ჯვარზე, როცა შენ მოკვდი, რაც ჩვენ ვახსენეთ ადრე, როცა შენ მოკვდი ქრისტესთან ერთად ჯვარზე, მასთან ერთად. და უკვე იქ მან აიღო შენი ცოდვები და მამა ღმერთმაც ჩვენ მიგვიტევა, იმიტომ რომ ჩვენ გავიგივდით იესო ქრისტესთან. ასე რომ ჩვენ აქ უკვე არ არის საუბარი ცოდვაზე. ცოდვა უკვე განხილულია და მოგვარებულია საკითხი. ასე რომ არანაირი დაგმობა, არანაირი პრობლემა აქ, როცა ჩვენ მივდივართ, ყველანი მივალთო, ხო ქრისტიანები, ბემას სამჟავროზე იქ აღარ არის. მაგრამ როცა იქ მიხვალ, შენ გრჩება ის, რაც უსარგებლო იყო შენ ცხოვრებაში. ხედავთ? ცოდვა კი არანაირად, ის უკვე განხილულია. რა გრჩება იქ? ჩვენ გრჩება სწორი, მართალი საქმეები, რაც არის ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები. და ასევე გრჩება უსარგებლო, ხე, ნამჯა, თივა, უსარგებლო საქმეები, რომელიც გქონდა ჩვენ აქ მიწიერ ცხოვრებაში, თან, რომლითაც ჩვენ დავიკავეთ თავი. და ესენი დაიწვება. და დარჩება მხოლოდ ძვირფასი, ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი ქვები. და როცა დადგება ჯილდოების დრო, უფალი უბრალოდ დაწვავს იმას, გვერდზე გადაწევს იმ ნივთებს, რომლებიც შენ ქონდა იმასთან ერთად და დაგრჩება მხოლოდ ის, რაც გიკეთებია ძვირფასი. და ამისთვის მოგეცემა ჯილდო. ამიტომ გარკვეული გაგებით მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ცოდვის თავიდან აცილება და ალაგმა, რაც უკვე ჯვარზე მოხდა, არამედ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ეს უსარგებლო ნარჩენებიც, რათა მაქსიმალურად დავჯილდოვდეთ და ჯილდოები მივიღოთ. აი ეს უსარგებლო თივა, ნამჯა და ისინი, რომ ჩვენ ცხოვრებაში არ იყოს. ჩვენ გახსოვთ, ხო, ებრაელთა წერილის მე-12 თავი, სადაც ის გვეუბნება, განიშორე ყოველგვარი ტვირთი და ცოდვა. მე წავიკითხავ პირველი მუხლიდან. ამიტომ ჩვენც გვაკრავს რა მოწმეთა ღრუბელი ირგვლივ, ჩამოვიცილოთ ყოველგვარი ტვირთი და დამაბრკოლებელი ცოდვა და მოთმინებით გავირბინოთ ჩვენს წინ მდებარე სარბიელი და უმზიროთ რწმენის წინამძღოლსა და სრულყოფილ იესოს, რომელმაც მომავალი სიხარულისთვის ჯვარი დაითმინა, უგულებყო სირცხული და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა. დაუკვირდეთ მას,
ვინც ესოდენ სიძულვილი დაითმინა ცოდვილთაგან, რათა თქვენ არ გატეხილიყავით სულ დაძაბუნებული. ჯერ კიდევ არ შეწინააღმდეგე ხარ ცოდვას სისხლამდე საბრძოლველად. ხედავთ, რა არის ეს ტვირთი, რასაც ლაპარაკია იქა, იქ თქვენებმა თქვენ ცოდვაც გაიგონეთ, ხო, დამარყოლებელი ცოდვა, მაგრამ ეს ცოდვა არანაირად არ არის. არანაირად არ არის. რასაც ის ლაპარაკობს, ეს არის ზედმეტი ნივთებით. ნუ ყვებავთ თქვენ ცხოვრებას ამ მიწიერი ზედმეტი ნივთებით. ნუ იმძიმებთ ცხოვრებას. ასე რომ იცით, არიან ადამიანები, რომლებიც ივსებენ თავიანთ ცხოვრებას ძალიან ისეთი წვრილმანებით, რომლებიც არასასარგებლოა, უსარგებლოა სულიერი რაღაცა ჩვენი სულიერი განვითარებისათვის და სულიერ სრულყოფისათვის. და ეს არ არის ბოროტება. აქ არ არის ბოროტებაზე ლაპარაკი. უბრალოდ არიან ისეთი ნივთები, საგნები, რომლებიც ძალიან უმნიშვნელოა და უსარგებლოა სულიერი თვალსაზრისით. ანუ ეს არის სწორედ ის ცხოვრებისეული ტვირთი. და ის გავს იმ ილუსტრაციას, რომელსაც მე ხშირად ვიყენებ ხოლმე და ბოლოს გამოვიყენე, როცა ებრაელების წერილის ამ ადგილს ვიხილავდი. ახლა თქვენ შეგიძლიათ 100 იარდი, ან 100 მეტრი ქართულ იმაში იარდი, შეიძლება არ იყოს გასაგები, 100 მეტრი ირბოლოთ და ირბინოთ ზამთრის პალტოთი. იცით ხომ? შეიძლება შენ მოგწონდეს ესე, მაგრამ დამიჯერეთ, თქვენ სწრაფად ვერ ირბენთ. ეს ტვირთი თქვენ შეგაწუხებთ. და როცა საქმე ჯილდოებს მიდგება, ხომ? თქვენ ბოლო ადგილზე იქნებით. თქვენ ვერანაირად ვერ აჯობებთ სხვებს. და რატომ არ გაიხდით ამ ძიმე ქურთუქს და გაიქცევით შიშველი, რომ სწრაფად ირბინოთ. ასე რომ ფიქრობ მე რეგან, რასაც ის ამბობს იქ, რაც თქვენ შემეკითხეთ ბემას ქრისტეს სამჟაროზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გამოსყიდულები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ღვთისშვილები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გული უკვე შეიცვალა და გარდაიქმნება, ჩვენი სურვილები მართლა სწორი ხდება და გსურს, რომ პატივი მივაგოთ ქრისტეს, ესმით, მაინც ჩვენ ვართ გამოუსყიდველ ხორცში ჩაკეტილები. ესმით, ჩვენ ისევ სხეულში ვიმყოფებით. და შეიძლება ჩვენ ამის გამო ჩვენი ცხოვრება დავტვირთოთ ისეთი ნივთებით, რომლებსაც არ აქვთ არანაირი მარადიული ღირებულება. ესმით? და ესენი უბრალოდ სიტყვასიტყვით დაიწვება. ამაზეა გაფრთხილება, რომ ჩვენ არ დავიმძიმოთ თავი, რათა მაქსიმალურად მივიღოთ ის ჯილდოები, რაც ღმერთს აქვს ჩვენთვის ბოძებული. მომავალ ცხოვრებაშიც, მარადისობაში, 1000 წლეულშიც და ისედაც. ახალ ცაზე და ახალ დედამიწაზე. და ცეცხლი, რომელიც აქ არის ნახსენები, ეს არ არის განკითხვის ცეცხლი. ეს უბრალოდ წვავს, როცა მინარევები აქვს, მაგალითად, ძვირფას ლიფტონებს აქვს ბევრი მინარევები. და ეს ცეცხლი დაწვავს, როცა უფრო განიწმინდოს და გამოჩნდეს ის, რაც იყო სწორი და რაც იყო კარგი, ოქრო, ვერცხლი და ძვირფასი ქვები, რომლებიც მერე უნდა დაჯილდოვდნენ. გასაგებია? დიახ, გმადლობ ჯონ, გასაგებია.